და მაინც ვინ არის დონალდ ტრამპი? არსებობს მოსაზრება ტრამპი რომ ახლა ისეთია როგორც არის ამაში ლომის წილი ვინმე როი კონს მიუძღვის წარსულში წარმატებულ ადვოკატს. პირდაპირ უნდა ითქვას რომ როი კონს ახასიათებენ როგორც მზაკვარ, ამორალურ, უხეშ პიროვნებად. ძალაუფლება მისი აგრესიული მიდგომებით მოიპოვა. მიზნის მისაღწევად კი მისთვის ნებისმიერი საშუალების გამოყენება მისაღები იყო, მათ შორის შანტაჟისა თუ მუქარის. ვიდრე დონალდ ტრამპი მეორედ გახდებოდა პრეზიდენტი, კინოეკრანებზე მის შესახებ გადაღებული გახმაურებული მხატვრული ფილმი გამოვიდა სახელწოდებით შეგირდი. შეგირდი აქ სწორედ დონალდ ტრამპია, ხოლო მისი მენტორი ჯემი ერხსენებული როი კონი. როი კონმა ცხოვრების განმავლობაში 3 მცნება ჩამოაყალიბა, რომლებიც მას წარმატების მიღწევაში ეხმარებოდა. ეს მცნებები გმირის მეთოდებსა და მორალურ კოდექსს კარგად აღწერს. პირველი: შეუტიე და შეუტიე. მეორე: არაფერი აღიარო, ყველაფერი უარყავი. მესამე: არასდროს აღიარო მარცხი, ყოველთვის იმაზე ილაპარაკე, რომ გაიმარჯვე. როი კონის ფილოსოფიას რომ უკეთ გავუგოთ, ფილმში ალბათ ყველაზე გადამწყვეტი მისი ეს სიტყვებია, რომლებსაც ახალგაზრდა ტრამპს ეუბნება. მართავენ ადამიანები და არა კანონები. უპირატესობა, როცა სხვა ადამიანების აზრი ფეხებზე კიდეა. არ არსებობს კარგი და ცუდი. მორალი არ არსებობს, ჭეშმარიტება არ არსებობს. ჭეშმარიტება კონსტრუქცია ადამიანის მიერ შექმნილი გამოგონება, ხოლო გამარჯვებაა მნიშვნელოვანი. მორჩა. თუ თვალს გადავავლებთ უცხოურ პრესას, გავიგებთ, რომ როი კონმა გავლენა არა მხოლოდ ტრამპის პიროვნულ თვისებებზე იქონია, არამედ ბიზნესში წარმატებასაც მისი წყალობით მიაღწია. ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ როი კონმა დონალდ ტრამპზე უდიდესი გავლენა მოახდინა და დღესაც ამერიკის პრეზიდენტი კონის მიერ დასწავლი გაკვეთილებით მოქმედებს. მოკლედ ფილმის სიუჟეტზე. ტრამპების ოჯახის წინააღმდეგ ფედერალურ სასამართლოში საქმეა აღძრული, თანაც ისეთი, რომ საქმის მოგება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ერთ საღამოს ახალგაზრდა დონალდ ტრამპი შეხვდება ცნობილ ადვოკატ როი კონს, რომელსაც დახმარება სთხოვს. ყველასათვის გასაკვირად ტრამპები ამ საქმეში იმარჯვებენ. საქმე ისაა, რომ როი კონმა ამ საქმის მოგება შანტაჟის გზით მოახერხა და ეს მისთვის ჩვეულებრივი ტაქტიკაა. მიზნის მისაღწევად ის ნებისმიერი მეთოდის გამოსაყენებლად არის მზად. ახალგაზრდა ტრამპი ცოტათი შოკირებული, თუმცა ამავე დროს აღფრთოვანებულია ადვოკატის მსგავსი მიდგომებით. ამის შემდეგ როი ახალგაზრდა ტრამპის ცხოვრების მთავარი მრჩეველი და მასწავლებელი ხდება. Again. ფილმის სცენარისტი ჟურნალისტი გაბრიელ შერმანია. კითხვაზე ფილმი რეალურ ამბებზეა თუ არა დაფუძნებული, შერმანმა ასე უპასუხა. ვიტყოდი, რომ ფილმი საფუძვლიან კვლევას ეფუძნება. სცენარის დასაწერად იმდენივე ვიკვლიე, რამდენიც სხვა ნებისმიერი ჟურნალისტური ნამუშევრისთვის გამიკეთებია. ამის მიუხედავად ეს ფილმი მაინც ხელოვნების ნიმუშია. ეს არ არის დოკუმენტური ფილმი. ეს არ არის ჟურნალისტიკა. ის დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე და ყველა გადამწყვეტი მნიშვნელოვანი მომენტი ფილმში ნაკარნახევია დოკუმენტური, რეალური ამბებით. თუ დაუჯერებთ ფილმის ავტორებს, როი კონის საქმეების მოსაგებად უკან მართლაც არაფერზე იხევდა. ის უკანონოდ უსმენდა მაღალი თანამდებობის პირებს, უთვალთვალებდა მათ და პირადი ცხოვრების დეტალების გავრცელებით ემუქრებოდა. მაშინვე როცა ფილმი საზოგადოებას აჩვენეს, ტრამპის გუნდის სურათის ავტორებს სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. არავითარი კონკრეტული ნაბიჯი ამ კუთხით მათ არ გადაუდგამთ, თუმცა ამ ამბავმა შეაშინა ყველა ამერიკელი დისტრიბუტორი. იმის მიუხედავად, რომ კანზე ფილმს ოვაციებით შეხვდნენ და კარგი სამსახიობო შემადგენლობა ჰყავს, პროექტს 3 თვე დასჭირდა, ვიდრე ფილმის ჩვენების უფლებამ მცირე ზომის სადისტრიბუციო კომპანიამ არ შეიძინა. ყურადღება სპოილერი. ტრამპის გუნდი ყველაზე მეტად იმ სცენამ გააცოფა, სადაც დონალდ ტრამპი თავის ცოლს ივანას აუპატიურებს. უნდა ითქვას, რომ ტრამპის ყოფილმა ცოლმა 1990 წელს სასამართლო პროცესზე თავად აღწერა მომხდარის დეტალები, თუმცა მოგვიანებით საკუთარი სიტყვები უარყო. თავად ტრამპმა კინოსურათს ფეიკი და დაბალ სინჯიანი უწოდა, ჟურნალისტსა და სცენარისტს გაბრიელ შერმანს კი გაიძვერა და უნიჭო მწერალი. მთავარ შესაბამისად დონალდ ტრამპის როლს შეგირდში სებასტიან სტენი თამაშობს. არც მეტი არც ნაკლები კაპიტანი ამერიკას საუკეთესო მეგობარი ბაკი. მსახიობს ფართო აუდიტორია სწორედ მარველის კინოსამყაროდან იცნობს. ტრამპის როლისთვის მსახიობმა ოსკარზე ნომინაციაც დაიმსახურა. როი კონის როლში კი ჯერემი სტრონგი გვევლინება, ცნობილი სერიალის მემკვიდრეობის ვარსკვლავი და უნდა ითქვას, რომ ამ უკანასკნელმა დონალდ ტრამპის როლის შემსრულებელი აშკარად დაჩრდილა. მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ოსკარზე ჯერემი სტრონგიც იყო წარდგენილი, თუმცა მას ამ ნომინაციაში კირან კალკინმა აჯობა ფილმისთვის რეალური ტკივილი.
სცენარისტმა და ჟურნალისტმა გაბრიელ შერმანმა თქვა, რომ ფილმის იდეა მას მაშინ მოუვიდა, როცა 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას აშუქებდა. ის იხსენებს, რომ მის ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია იცნობდნენ დონალდ ტრამპს, თითქოს მას ეუბნებოდნენ, რომ ტრამპი იმარჯვებს, რადგან ის იყენებს იმ გაკვეთილებს, რომლებიც მას როი კონმა ასწავლა. ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისში ჩემთვის ნათელი გახდა. დონალდი იყენებს როის გაკვეთილებს. როიმ შექმნა დონალდი. აი რაში მდგომარეობს ფილმის არსი. ეს ხსნის იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. როი კონმა 1984 წელს გაიგო, რომ შიდსით იყო დაავადებული. ის 2 წლის შემდეგ 1986 წელს 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. პრესაში წერენ, რომ ცნობილი ფაქტია, თავისი პირველი პრეზიდენტობის დროს ერთ-ერთ დაძაბულ მომენტში, მაშინ როცა დონალდ ტრამპი საიმედო და ეფექტური მრჩეველების ნაკლებობას განიცდიდა, მას გაბრაზებულს ამოუძახებია, სად არის ჩემი როი კონიო. თუმცა როგორც ფილმიდან ვიგებთ, როი კონისა და დონალდ ტრამპის მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე არ გაგრძელებულა. ფილმის ბოლოს ტრამპის მიერ მიტოვებული და უარყოფილი როი კონი დონალდს ეუბნება. სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ როგორც იქნა წესიერების ის მცირე ნაწილიც დაკარგე, რაც გქონდა. რა შემიძლია გითხრა როი, საუკეთესოებისგან ვსწავლობდიო, ცივსისხლიანად პასუხობს დონალდ ტრამპი. I made you. Don't you forget that. I made you. მიმომხილველები წერენ, რომ როი კონსა და დონალდ ტრამპს უთხოვარად ჰქონდათ ახლო ურთიერთობები, საიდანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ კონმა გადამწყვეტი გავლენა იქონია იმაზე, რომ ტრამპი ტრამპად ქცეულიყო. ერთ-ერთი მიმომხილველი ლის სმიტი ასე ამბობს: დონალდმა მაშინ დაკარგა მორალური კომპასი, როცა როი კონთან გააფორმა კავშირი. რა თქმა უნდა, რა მოსაზრებაც არ უნდა ჰქონდეთ ისტორიკოსებსა თუ რეჟისორებს, შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა როი კონმა დონალდ ტრამპზე. ჩვენ კი ცხად აგვჩენია უბრალო მაყურებლები ვიყოთ და დავაკვირდეთ, როგორ შეიძლება მსოფლიო ვიდრე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იქნება. დღეისათვის სულ ეს იყო, გამოვიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და იმედია დღეს მაინც აღარ გაგიჩნდებათ კითხვა. რას ვუყურო?